მაკრონი სიკვდილს ახლოდან უყურებს სირიაში, რომლის ლეგიტიმაციასაც ტრამპმა ხელი შეუწყო მას შემდეგ, რაც ბომბები აფეთქდა იმ სასტუმროს მახლობლად, სადაც ფრანგი პრეზიდენტი დამასკოში იმყოფებოდა. თავდასხმა მოხდა სამშაბათს, 2026 წლის 7 იulis, ემანუელ მაკრონის ვიზიტის მეორე დღეს აჰმედ ალ-შარახის მთავრობასთან, რომელიც სირიის ახალი ძლიერი ფიგურაა და ბაშარ ალ-ასადი დაამხო. და ეხლა ცდილობს დასავლეთს სტაბილურობის იმიჯი მიყიდოს. მოგესალმებით ხალხის სასახლეში და მოგესალმებით ახალ სირიაში. დღეს ამ დარბაზში იკრიბება ინდუსტრიისა და ეკონომიკის ნედლეულის პულსი. ვისაც სულს იგრძნოს ხალხის პულსი მსოფლიოში, ისმენს თვითმფრინავებს, აკვირდება აეროპორტებს, ხედავს სადაც ენერგია და წყალი არ ქრება, აკვირდება საავადმყოფოების მშენებლობას და კითხულობს ქარხნებსა და ნავთობგადამამუშავებელებზე. ხალხის სასახლე გიღებს თქვენ, რათა ნახოთ, რა არის ჩვენი ქვეყნის წინასწარმეტყველური გზა. ემანუელ მაკრონი არ დაშავებულა, რადგან ის უკვე დატოვებული ჰქონდა ეს რეგიონი და იმყოფებოდა საპრეზიდენტო სასახლეში, სადაც შეხვედრა ჰქონდა ალ-შარახთან, როდესაც Four Seasons-ისა და ტურიზმის სამინისტროს ტერიტორია აფეთქებებმა შეარტყია. სირიის ხელისუფლება საუბრობს 18 დაშავებულზე, მათ შორის პოლიციელებზე და ამ დრომდე არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია პასუხისმგებლობა. პირველ საათებში გავრცელებულ ცნობებში 3 აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ. საერთაშორისო სააგენტოების გამოძიებამ 2 თვითნაკეთი ბომბის არსებობა დაადასტურა. მაკრონის უსაფრთხოების პერიმეტრს გარეთ. ვიზიტი გაგრძელდა, მაგრამ გზავნილი მკაცრი იყო. ახალი სირია, რომელსაც მაკრონი ეცადა მოხვეოდა, ფრანგული კომპანიებით ჩანთაში და დასავლური მხარდაჭერით მაგიდაზე, ჯერ საკუთარ დედაქალაქის გულსაც კი ვერ აკონტროლებს. ვინ უმიზნებდა მაკრონს? რატომ ჩავარდა დამასკოს სწორედ ახალი რეჟიმის ყველაზე სიმბოლურ ვიზიტზე? როგორ გახდა ტრამპი ამ ახალი სირიის გარანტი? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი სიტყვების გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, იმიტომ რომ აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. დამასკოში თავდასხმა მოხდა მგრძნობიარე რაიონში, Four Seasons-ის სასტუმროს, ტურიზმის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმთან ახლოს. მაკრონმა ღამე სასტუმროში გაატარა და ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტის სასახლისკენ წავიდა. აფეთქებები მაშინ მოხდა, როცა დელეგაცია უკვე წასული იყო. სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებს უკვე აღმოჩენილი ჰქონდათ ასაფეთქებელი მოწყობილობები და მოქმედებას ცდილობდნენ, როცა აფეთქება მოხდა. ამ სცენამ გამოავლინა ხარვეზი, რომლის ჩვენებაც აჰმედ ალ-შარაჰის მთავრობას არ სურდა. მაკრონი ჩავიდა სირიაში, რათა გაეხსნა კარი. პოზირებდა როგორც ევროპელი ლიდერი, რომელსაც შეუძლია ესაუბროს ახალ ხელისუფლებას დამასკოში და წარმოაჩენდა საფრანგეთს როგორც პარტნიორს არდგენის პროცესში. პრობლემა ის იყო, რომ თავდასხმა სწორედ მაშინ მოხდა, როცა ის ცდილობდა ეჩვენებინა, რომ სირია მზად იყო დაბრუნებულიყო საერთაშორისო დიპლომატიურ და ეკონომიკურ წრეში. მოგზაურობა ისტორიულად შეფასდა, რადგან ეს იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერის პირველი ვიზიტი სირიაში, მას შემდეგ რაც ბაშარ ალ-ასადი 2024 წელს დაეცა. ფრანგმა თან წაიყვანა Total Energies-ისა და CEPI, CMA CGM-ის ხელმძღვანელები, 2 ფრანგული გიგანტი, რომლებიც ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და ლოგისტიკას უკავშირდება. ფრის წესრიგში იყო აღდგენა, კონტრაქტები, სავაჭრო დერეფნები, ავიაცია, ბანკები და ასადის ყოფილი ოჯახის აქტივების ნაწილის დაბრუნება. საფრანგეთს სურდა, რომ ახალ სირიულ თამაში ადრე ჩართულიყო. CMA CGM-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ დამასკოს საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ტვირთების ოპერირება განეხორციელებინა და მშრალ პორტებში წინსვლა დაეწყო. Total Energies-მა განიხილა გათიშვისა და კვლევის კონტრაქტი. აჰმედ ალ-შარაჰმა კი ეს ვიზიტი გამოიყენა იმის სათქმელად, რომ საფრანგეთი მთავარ პარტნიორად სურს. მან თქვა, რომ ჰორმუზის სრუტეში კრიზისის შემდეგ მსოფლიომ გააცნობიერა უსაფრთხო სავაჭრო დერეფნების მნიშვნელობა და რომ სირიის გეოგრაფიას კვლავ მნიშვნელოვანი როლი დაუბრუნდა.
მომეცით ნება ვისაუბროთ დიად სირიაზე, სტრატეგიულად დასუსტებულ რეგიონზე, რომელიც აკავშირებს ხმელთაშუა ზღვას, სპარსეთის ყურესა და ერახთან და სულ რამდენიმე საათის სავალზეა ჩემი ამჟამინდელი მარშრუტიდან. და ბოლო 5 წლის განმავლობაში მომხდარი კრიზისის შემდეგ, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვიგრძენით წელს, სოფლიო ტოვებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ბუფერული ზონები, მოგზაურობა და სამეფო და არსებობს გეოგრაფიული მნიშვნელობა. სიტყვა აჩვენებს ახალი მთავრობის ამბიციას. სურს სირია გადააქციოს გზად სპარსეთის ყურეს, ერახს, თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვას შორის. თუ ზღვა საფრთხედ იქცევა, დამასკო ცდილობს მხარი მიწა გაყიდოს როგორც გამოსავალი. სწორედ აქ ჩნდება ტრამპის მხარდაჭერა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე აღიქვამდა ალ-შარაფს როგორც სასარგებლო ფიგურას ახლო აღმოსავლეთის ხელახლა მოსაწყობად. ივნისში ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის ლიდერთან ლიბანში ჰეზბოლას შესახებ ესაუბრა. მან ასევე შეაქო ალ-შარაჰი. თქვა, რომ ის სკაუტი არ იყო, მაგრამ შთამბეჭდავი სამუშაო გასწია სირიის გასაერთიანებლად. ამ განცხადებამ ამერიკული სტრატეგია სრულად გამოავლინა. გამოიყენონ სირიის ახალი მთავრობა ირანის გავლენისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ. მააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ ამ მთავრობას მძიმე წარსული და მყიფე უსაფრთხოება აქვს. მაკრონმა სცადა ევროპული სივრცის დაკავება ამავე სტრატეგიაში. სანამ ტრამპმა პოლიტიკური გზა გახსნა, ფრანგმა სცადა მისვლა კომპანიებით, დიპლომატიითა და სიმბოლური კაპიტალით. მაგრამ სასტუმროს მახლობლად აფეთქებულმა ბომბებმა ამ ნაჩქარეობის რისკი აჩვენა. ალ-შარაფს სურს საერთაშორისო აღიარება, სურს რეკონსტრუქციისთვის ფული და სურს თავი დააღწიოს ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ყოფილი მეთაურის იმიჯს. დამასკოს ცენტრში ახალი აფეთქებები ევროპელი პრეზიდენტის ვიზიტის დროს მსოფლიოს აჩვენებს, რომ ტრანზიცია ჯერ კიდევ ბზარებითაა გარშემორტყმული. საერთაშორისო მედიასთან საუბარში ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სამიზნე შესაძლოა ფრანგული დელეგაცია იყო. ვინმემ შეძლო დამასკოს შერყევა? იმ დღეს, როდესაც ახალი სირია სანდოდ გამოჩენას ცდილობდა. თავდასხმა ასევე მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი აფეთქება მოხდა დამასკოს ცენტრში, კაფეში, იუსტიციის სასახლესთან ახლოს. ამ თავდასხმამ გამოიწვია დაღუპულები და დაჭრილები და გააჩინა ეჭვები ისლამური სახელმწიფოს უჯრედებზე და ჯგუფებზე, რომლებიც ტრანზიციის ჩაშლას ცდილობენ. მიმდევრობა შემაშფოთებელია, რადგან აჩვენებს, რომ საქმე მხოლოდ ერთჯერად შემაშინებელ ინციდენტს არ ეხება. ეს არის ბრძოლა კონტროლისთვის, შიშისა და ავტორიტეტისათვის დედაქალაქში, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს უცხოელი ინვესტორები, რომ მზად არის მიიღოს ფული. სირიის ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც ზომიერი, მაგრამ კვლავ ეჭვის ქვეშაა რელიგიური უმცირესობებისა და შიდა ჯგუფების მხრიდან. თავად ალ-შარაჰმა ყველას ჩართვას დაპირდა, თუმცა ასადის დამხობის შემდეგ სირიაში სერიოზული სექსტარული ძალადობის ეპიზოდები მოხდა. ქრისტიანები, დრუზები, ალავიტები და სხვა ჯგუფები კვლავ შეშფოთებით აკვირდებიან ახალ ხელისუფლებას. დამასკოში წმინდა ელია ეკლესიაზე 2025 წელს განხორციელებულმა თავდასხმამ კიდევ უფრო გააძლიერა შიშის ატმოსფერო ქრისტიანებში. ტრამპი ამას იცის, მაგრამ ძალის ლოგიკით მოქმედებს. მისთვის ალ-შარაჰი შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოს, რომ ჰეზბოლას დაუპირისპირდეს და ირანის გავლენა შეამციროს. პრობლემა ისაა, რომ როცა ასეთი წარსულის მქონე ლიდერი ვაშინგტონის მხარდაჭერას და მაკრონისგან წითელ ხალიჩას იღებს, კითხვა ჩნდება, დასავლეთი რეალურ სტაბილურობას ტიდულობს, თუ უბრალოდ კიდევ ერთ ძლიერ კაცზე დებს ფსონს, რომ ძველი პრობლემა მოაგვაროს. ლიბანზე საუბარი ამას კიდევ უფრო ნათელს ხდის. ტრამპმა უკვე დააკენა საკითხი, რომ სირიის ძალებმა შეიძლება ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გასწიონ. ალ-შარაჰმა საჯაროდ უარყო ლიბანში შესვლის იდეა, განაცხადა, რომ ეს შეიძლება სექტარული დაძაბულობა გააღვიოს. მაკრონმაც გააფრთხილა სირიის ნებისმიერი ჩარევის წინააღმდეგ ლიბანის საზღვარზე, მაგრამ ამერიკული ზეწოლა არსებობს და სირია უფრო დიდი თამაშის ნაწილად იქცა, რომელშიც მონაწილეობენ ისრაელი, ირანი, ლიბანი, თურქეთი და შეერთებული შტატები. თურქეთი ამ თამაში ძლიერად ჩაერთო. ტრამპმა შეაქო რეჯეფ თაიფ ერდოღანი და თქვა, რომ თურქეთი სამხედრო თვალსაზრისით ძლიერ სახელმწიფოდ იქცა. ურთიერთობა თურქეთი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით სამხედრო თვალსაზრისით ძალიან ძლიერ სახელმწიფოდ იქცა. ხალხმა იცის, ხალხმა არ იცის, რამდენად ძლიერია ეს სინამდვილეში და მათ ბევრი ჩვენი აღჭურვილობა აქვთ, ასევე ყავთ ბევრი შესანიშნავი ჯარისკაცი. და ეს უბრალოდ სიტყვები არ იყო. თურქეთს ნატოს მეორე ყველაზე დიდი სამხედრო ძალა ჰყავს და დღეს ის ტრამპს, ალ-შარაფს და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას შორის ხიდად გვევლინება. პრეზიდენტის გამო იცით, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სირიის ახალ ლიდერთან და მან საოცარი საქმე გააკეთა.
სერიძარ ნახევარში მამ მთელი ქვეყანა გააერთიანა და მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან. ვიღაცამ თქვა კი, მაგრამ ის ცოტა მკაცრია რომ იქ დასვას. მე და პრეზიდენტმა ერთად დავამტკიცეთ მისი კანდიდატურა. ჩვენ ორივეს ნამდვილად გვინდოდა ის და მან შესანიშნავი საქმე გააკეთა. მან ყველაფერი გააერთიანა. ეს მარტივი საქმე არ არის. ანკარაში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას და განიხილავს F-35 ტიპის გამანადგურებლების გატიდვას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს რეგიონის სამხედრო ბალანსზე. ეს ხელს უწყობს ახსნას, რატომ წავიდა მაკრონი დამასკოში ნატოს სამიტამდე, რომელიც თურქეთში გაურქეთში გაიმართა. საფრანგეთმა სცადა დებატებში საკუთარი მონაწილეობით შესვლა სირიაში, სანამ ახალი რეგიონული წესრიგი მხოლოდ ვაშინგტონისა და ანკარას მიერ იქნებოდა დაწერილი. მაკრონს სურდა გამოჩენილიყო როგორც მნიშვნელოვანი ევროპელი ლიდერი, რომელსაც შეეძლო ელშარახთან საუბარი, რეკონსტრუქციის მოლაპარაკება და ფრანგული კომპანიების სირიის აღდგენის ცენტრში დაყენება. სანამ მაკრონი ცდილობდა საფრანგეთის ფარგლებს გარეთ საკუთარი თავის წარმოჩენას, პარიზში ფრანგული პოლიტიკა დუღდა. მარინ ლე პენმა მიიღო სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკულად ინარჩუნებს მის შესაზმის შესაძლებლობას 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, მაგრამ მძიმე პირობით. 1 წლის განმავლობაში ელექტრონული მონიტორინგი. სასამართლომ შეამცირა არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა, მაგრამ ძალაში დატოვა განაჩენი ევროპარლამენტის სახსრების არასწორი გამოყენების საქმეზე, რომელშიც მისი პარტია ეროვნული გაერთიანება იყო ჩართული. ბევრი კონსერვატორისთვის პოლიტიკური ინტერპრეტაცია აშკარაა. როცა მემარჯვენეები ძლიერდებიან, სამართლებრივი სისტემა ბრძოლის ველად იქცევა. ემანუელ მაკრონმა თავი შეიკავა ლე პენთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარისგან სირიაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტმა არ უნდა ისაუბროს სასამართლო გადაწყვეტილებებზე. საფრანგეთის პრეზიდენტი დამასკოში იმყოფებოდა და ცდილობდა ლეგიტიმაცია მიეცა მთავრობისთვის, რომელიც ჯიჰადისტურ წარსულს ეხებოდა. მაშინ, როცა მისი მთავარი ოპონენტი საფრანგეთში იმ შეზღუდვებს აწყდებოდა, რომლებმაც შესაძლოა ფრანგული არჩევნების ბედი განსაზღვროს. ალ-შარაფს სურს სირია უსაფრთხოდ ერეფნად გაყიდოს ჰორმუზის კრიზისის შემდეგ, მაგრამ იმ დღეს, როდესაც ყველაზე მაღალი რანგის დასავლელი სტუმარი ჩავიდა დედაქალაქში, ბომბებმა უფრო ხმამაღლა ილაპარაკეს, ვიდრე შეთანხმებებმა. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ პიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. მხარი დაუჭირეთ, ჩვენ დამოუკიდებელი არხი ვართ, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.